დღეს დავაგემოვნებ ჩინურ ლაბშებს, ყველაზე განსხვავებულს და გავიგებთ გემრიელი არის თუ არა და ღირს საერთოდ ეს ფასი რაც ღირს. ეს ღირს 10 და 95, ეს კიდე 4 და 45, 5 ლარამდე მოკლედ. ეს არის ყველით. წარმომიდგენია რომ ყველით არის ავსე. დავიწყოთ ამით. მოიწიე. აი აქ ხო ხედავ პლუს. აუცილებლად გამოგვიწერა რომ განვითარდეთ, უფრო მეტი რაღაც შემოგთავაზოთ, უფრო მეტი რაღაცები გავათამაშოთ და გაგახაროთ თქვენ ჩემო ლამაზებო. ამიტომ აუცილებლად გამოგვიწერეთ რომ განვითარდეთ. Всё? Ой, ესე. ძალიან ცოტაა ეს. გავიდა 5 წუთი და გავიგოთ როგორია. სადღაცას დაკრავს ყველის გემო, მაგრამ საოცრება არ არის. შეგიძლიათ გასინჯოთ და აგემოვნოთ, მაგრამ მე არ მომეწონა საერთოდ. ეს არის მეორე წითელი და ძალიან მაინტერესებს როგორია. Unboxing-ი. რა მაგარია ბიჭო. აჰა, დაიცად. რა მაგარი მოყვება. ეს არის ფუნჩოზა. არ ვიცი რა არის შიგნით. ვაიმე! მიწის თხილია და ეს რა ქვია, სუნელები. ეს სუნელებია. ხო მოხეთქო. ოუф. გავხსნათ კარგად. მიწე რა. აუ, კარგი არა. საინტერესოდ გამოიყურება ძალიან, ამიტომ გაიცე ქრისტი. აუ, კარგი რა. მოკლედ ეს გამზარდა ეხლა და გავსინჯოთ როგორი არის ძალიან მაინტერესებს ხალხო. აი, ფერი არის მომაკოდავი ეგრევე. მანახე, ქრისტი, დაგითმო. აბა ღმერთი შენთან. ცხარია. ლაფშის ექსპერტი ვარ მე ხალხო. მიდი. რა კაია, მერთო ჩემო, ძალიან გემრიელია. აი ამას გირჩევთ. ცხარია და ძალიან გემრიელია. აუ, რა გემრიელია, იცი? მაჭამე ბიჭო. მაჭამე ცოტა. მოკლედ რა, მართლა ძალიან სასწაულია, ძალიან გემრიელი, ყველაფერი სასწაულია გამას. 11 ლარი კი ღირს დაახლოებით, მაგრამ ძალიან გაგისწორდება.